ქრისტიან დემოკრატები ერთსქესიანთა ქორწინების წინააღმდეგ ხელმოწერების შეგროვებას აგრძელებენ. აღნიშნული მისიით პარტიის ლიდერი გიორგი თარგამაძე ოზურგეთში იმყოფებოდა. 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ ქრისტიან დემოკრატები ერთსქესიანთა ქორწინების წინააღმდეგ გამოდიან და საარჩევნო კამპანიას ამ კუთხით წარმართავენ. საპრეზიდენტო კანდიდატი გიორგი თარგამაძე ამჯერად ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მაკვანეთს ეწვია. თარგამაძემ გოჩა გოის ოჯახში ადგილობრივ მოსახლეობას ის საკანონმდებლო ინიციატივა გააცნო, რომლითაც ისინი ხელისუფლებას მიმართავენ. ყველაფერს ვიტანთ, ყველაფერი ავიტანთ და ამის ატანა ნამდვილად არ შეიძლება. რომ ჩვენ დავანგრიოთ ჩვენი შვილების ოჯახი და ამაზე ხელი მოვაწეროთ და ეს გავაკეთოთ, რომ ერთსქესიანი ქორწინება შემოვიღოთ ჩვენ ქვეყანაში. ქრისტიანულ ქვეყანაში შეიძლება მაგის თქმა, თუნდაც ტყუილა იყოსო, ტყუილა საბუთი არიდება. საბუთი როცა დაიდება, იმ საბუთს მე აკეთებენ, იმას ზალა აქებს საბუთს. ეხლა ჩვენი საბუთი რო დაიდო აქ, რომ ჩვენ ხელი მოვაწერეთ, ამას უნდა გქონდეს ზალა და ჩვენ ამ საბუთით უნდა დავიცოთ ჩვენი ქვეყანა. და ყველამ უნდა მოვაწეროს ამას ხელი, რომ ჩვენ ქვეყანაში ეს არ მოხდეს ეს სისულელი. ისევე როგორც მთელ საქართველოში მიმდინარეობს ხელმოწერების შეგროვება ტრადიციული ოჯახის ინსტიტუტის გაძლიერებისათვის და საქართველოს კონსტიტუციაში საკონსტიტუციო გარანტიის ჩადებისთვის. როგორც გურულებმა ძალიან ენამოსრებულად მითხრეს რამდენიმე წუთის წინ, აქ სამსჯელო და სადისკუსიოც კი არაფერია, რადგან ღმერთმა შექმნა ადამი და ევა და არა ადამი და ადამი. აქედან გამომდინარე, არა მხოლოდ გურულების, არა მხოლოდ ქართველების, არამედ საქართველოში მცხოვრები ყველა ეთნოსისა და რელიგიის მქონე ადამიანის მხარდაჭერის იმედი გვაქვს და არა მხოლოდ გურიაში, მთელ საქართველოში კარდაკარის პრინციპით ჩვენ გავაგრძელებთ ხელმოწერების შეგროვებას და რამდენიმე თვეში 200,000-ზე გაცილებით დიდი რაოდენობის მხარდამჭერთა ხელმოწერებს წარმოადგენთ შესაბამის ორგანოებში. ქრისტიან დემოკრატები კონსტიტუციის 36 მუხლში ცვლილებების შეტანას მოსახლეობის ხელწერებით ადასტურებენ. კანონპროექტის ინიცირებისთვის 200,000 ხელმოწერაა საჭირო.